CSKO-ს თავმჯდომარე ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიების სამზადის ეცნობა. ამჯერად თელავში იმყოფებოდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციამ დეტალურად მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე ტრენინგების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული მხარეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას სწავლობენ და ყველა საჭირო საკითხის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იღებენ. არჩევნების ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს საოლქო საარჩევნო კომისიებს და მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობაში ვიმყოფებით, საინტერესოა, რომ ადგილზე გავეცნოთ რეგიონულ ჭრილში იმ საჭიროებებსა და მზადების პროცესს, რომელიც უკავშირდება მოახლოებული 4 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებას. შესაბამისად, დღეს გვქონდა შესაძლებლობა მთელი კომისიისგან მოგვესმინა მზადების პროცესის შესახებ ინფორმაცია. საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გავეცანით ტრენინგების მიმდინარეობის პროცესს. მოგეხსენებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა გადამზადების პროცესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის, რომ სწორად და კარგად მომზადებული საარჩევნო ადმინისტრატორები დახვდნენ ჩვენს ამომრჩევლებს 4 ოქტომბრის არჩევნებზე, რათა მათ შესთავაზონ მაღალი ხარისხის სერვისი. ტრენინგები მიმდინარეობს პრაქტიკულ სწავლებაზე დაყრდნობით, ტრენინგის მონაწილეები განახორციელებენ სხვადასხვა ეპიზოდურ ინსცენირებას, მათ შორის არის ელექტრონული ტექნოლოგიების მართვა, ბიულეტენების დათვლა და ხარისხება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეოთხე ეტაპის ტრენინგის დროს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ეცნობიან კენჭისყრის დღეს, მათთვის განსახორციელებელი ფუნქციების დროს წარმოშობილ რისკების პრევენციას და მართვის მექანიზმებს.